მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა ექსცესი. ეს იყო დაგეგმილი ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ფაქტს ვერ ექნება ვერავითარი ახსნა და ვერც გამართლება. ეს ორმაგი სტანდარტი ძალიან აშკარაა, მე არ მექნებოდა პასუხის მოლოდინი გამომდინარე იქიდან, რომ საპასუხო მათ არაფერი აქვთ. ისინი სინამდვილეში ძალიან კარგად აცნობიერებენ იმ უკუსლას, რომელიც ჩანს მთელი ევროკავშირის მასშტაბით. და მათთვის ეს უკუსლა არის ნორმალური მოვლენა. ეს არის ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ ისინი პასუხს არ სცემენ მათთვის უხერხულ შეკითხვას. ეს არის მათთვის ძალიან უხერხული და ბუნებრივია მათ უჭირთ და არ შეუძლიათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, განაცხადა პრემიერმა. როდესაც ჩვენ ვაკვირდებით რა მასშტაბის უკუსლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით მართლაც შემაშფოთებელია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, დანიაში რაც ვიხილეთ არის შემაშფოთებელზე უფრო მეტი. ცნობისთვის, დანიაში პროპალესტინელმა აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მონაწილეები ისრაელისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთების გადაზიდვასა და კომპანია მაერსკის ამ პროცესებში შესაძლო მონაწილეობას აპროტესტებდნენ. მათი მტკიცებით არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ შეიარაღება გამოყენებული იყოს ღაზას სექტორში. ადგილობრივი მედიის თანახმად, როდესაც კოპენჰაგენში პროპალესტინელმა აქტივისტებმა სატრანსპორტო გიგანტ მაერსკის სათავო ოფისი დაბლოკეს, დანიის პოლიციამ საპროტესტო აქციის დაშლისას დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს იმგვარი გარემო შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება და ამავდროულად მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისება. ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ. ეს რჩევა შეგიძლიათ მიიღოთ ჩემგან, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩისგან. ასე პასუხობს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი TV1-თან ინტერვიუში გერმანიასთან დაკავშირებით თბილისის მიერ კახა კალაძის განცხადებას. რაც შეეხება გერმანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 51 წლიანი საქალაქო პარტნიორობის შემდეგ გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს, ფიშერი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ჯერ გამოცხადდა. ზაარბრიუკენის მერის ოფისის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის წინადადებას საქალაქო საბჭოზე გაიტანენ. მერი დაძმობილებულ ქალაქ თბილისთან ყველა კონტაქტის შემდგომ შეტყობინებამ და შეჩერების რეკომენდაციას იძლევა. გერმანული გამოცემა წერს, რომ ამ რადიკალურ ნაბიჯს მყარი მიზეზები აქვს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება. ირაკლი კობახიძე ურცხვად და უტიფრად გვეუბნება, რომ ხალხის ფულის თითოეული თეთრი უნდა იქნას ძალიან აწონდაწონილად და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით დახარჯული, მაშინ როდესაც კეიფებში, რესტორნებში, ბანკეტებში, პრემიებში, ჯილდოებში ფული საერთოდ არ ენანებათ. ამის შესახებ ძლიერი საქართველოს ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობისთვის სახელმწიფოს მიერ თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დიუშენის სინდრომი მიეკუთვნება იმ იშვიათ დაავადებებს, რომელთა მკურნალობასაც ყველა ნორმალური ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს დონეზე უზრუნველყოფს. ხალხის ძალისთვის რომ შექმნეს ახალი ფრაქციების საკრებულოში 5 მილიონი უჯდება ეს ბიუჯეტს. ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ზრუნავენ საქართველოს მოქალაქეთა გადასახადების მიზნობრიობაზე. ეს არის ის სტანდარტი, თუ როგორ უყურებს ქართული ოცნება ყველაზე ძვირფას და მნიშვნელოვან ღირებულებას ამ ქვეყანაში. ეს არის ადამიანის სიცოცხლე, განსაკუთრებით კი ბავშვის, განაცხადა გიორგი სიორიძემ. ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით 80 მილიონი ლარი გამოიყოფა. მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. ამავე დოკუმენტის მიხედვით ფინანსთა სამინისტროს დაევალა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 80 მილიონი ლარით გაზარდოს, სანაცვლოდ კი საჯარო სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ასიგნებების შეამციროს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს.
დადასტურდა, რომ ჩვენი ძლევამოსილი შეიარაღებული ძალები პირველია, რომელმაც დიდად ქებული F-35 ჩამოაგდო. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს. მისი მტკიცებით, ირანთან ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მილიარდობით ღირებულების ათობით თვითმფრინავის დაკარგვა აღიარა. ჩვენს მიერ მიღებული გამოცდილებისა და შეძენილი ცოდნის გათვალისწინებით ომში დაბრუნება კიდევ უფრო ბევრ სიურპრიზს მოიტანს, წერს არაღჩი. ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესმა პენტაგონზე ცენტრალურ სარდლობასა და მედიაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა 42 სამხედრო თვითმფრინავის სია, რომლებიც ირანის ომის დროს დაზიანდა ან განადგურდა. მათ შორისაა F-35 ტიპის თვითმფრინავი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. ამის შესახებ განცხადებას ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის ახალი სანქციების ქვეშ მოხვდნენ ცნობილი ირანული ვალუტის გადამცვლელი კომპანია და მასთან დაკავშირებული რამდენიმე ფასადური კომპანია, რომლებიც დასანქცირებული ირანული ბანკების სახელით ასობით მილიონი დოლარის ტრანზაქციებს აკონტროლებენ. აშშ-მ ასევე დაასანქცირა ირანის ჩრდილოვანი ფლოტის 19 გემი, რომლებიც სანქციებისთვის თავის ასარიდებლად გამოიყენებოდნენ. ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემა ხელს უწყობს ტერორისტული მიზნებისთვის დაფინანსების უკანონო გადარიცხვას. იმის ფონზე, რომ სახაზინო დეპარტამენტი ეკონომიკური მძვინვარების ფარგლებში სისტემატურად ანგრევს თეირანის ჩრდილოვან საბანკო სისტემას და ჩრდილოვან ფლოტს, ფინანსური ინსტიტუტები ყურადღებით უნდა იყვნენ იმის მიმართ, თუ როგორ მანიპულირებს რეჟიმი საერთაშორისო ფინანსური სისტემით ქაოსის დასატრიალებლად, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა. ქვეყნები, რომლებიც რუსეთსა და ირანს უჭერენ მხარს, ევროკავშირისგან დახმარებას არ უნდა იღებდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების განვითარების მინისტრებთან შეხვედრამდე განაცხადა. კალასის თქმით, დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირებისა და კონფლიქტის ეპოქაში ევროკავშირი უფრო სტრატეგიული უნდა გახდეს თავისი საგარეო დახმარების დაფინანსებაში. თუ პარტნიორი რუსეთს ან ირანს უჭერს მხარს, მაშინ საგარეო ფინანსური დახმარება მოქნილი უნდა იყოს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი ჩართულობა გავასწოროთ. ეს ძალიან ფრთხილი ბალანსია, მისი მთლიანად გაწვევა არა, მაგრამ ევროპის ინტერესების გათვალისწინებით. თუ გვაქვს პროექტები ქვეყნების მხარდასაჭერად და სინამდვილეში ჩვენი მეტოქეებისკენ მიდის, მაშინ ჩვენც უნდა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ამის განხილვა, განაცხადა კალასმა. ცნობისთვის, 13 მაისს ევროკავშირის განვითარების საკითხებში ევროკომისარმა იოზეფ სიკელმა განაცხადა, რომ ევროპული პრეფერენციები უნდა აისახოს ევროკავშირის სამომავლო განვითარების დახმარებაში. ახლა რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქების დრო არ არის. ამის შესახებ ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, ევროკომისარი აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გამოეხმაურა. ევროკავშირის გადმოსახედიდან არ მიგვაჩნია, რომ ახლა რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქების დროა. სწორედ რუსეთი იღებს სარგებელს ირანში ომითა და საწვავზე ფასების ზრდით. შესაბამისად, ჩვენ ზეწოლა უნდა გავაცლიეროთ, განაცხადა ევროკომისარმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა გამოაცხადა, რომ ხაზინის დეპარტამენტმა დროებითი 30 დღიანი გენერალური ლიცენზია კიდევ ერთხელ გამოსცა, რომლითაც ქვეყნების ზღვებში მყოფ გემებზე დატვირთული რუსული ნავთობისა და ნავთობ პროდუქტების შეძენა შეძლებენ. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.